მოგესალმებით მეგობრებო ინტეგრას პოდკასტიდან, ნიაძერია გახლავართ ინტეგრას ფსიქოთერაპევტი. დღეს უნდა წარგიდგინოთ ჩემი მორიგი კოლეგა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა ერთი, არამედ ორი მიმართულებით. ქალბატონი ნინო ბუაძე გვყავს სტუმრად, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი და ასევე აზროვნების აკადემიის აღზრდის პოდკასტის წამყვანიც. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ მომწვიეთ. არაფრის. გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ და საერთო საქმეს ვეწევით, პოდკასტი თქვენი აუცილებლად უნდა ვახსენო, წარმოადგენს სრულად, ასე ვთქვათ, მთლიანობაში იმ საკითხს, რაზეც მე და თქვენ დღეს უნდა ვისაუბროთ. ფსიქოგანათლება და მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ მშობლების, არამედ ზრდასრულების ზოგადად ყველა იმ ადამიანისა, ვისაც აქვს შეხება ბავშვებთან. ეს შესაძლოა იყვნენ პედაგოგები, სხვადასხვა მიმართულებით და ასე შემდეგ. დავიწყოთ მაშინ ამაზე საუბარი და პირველ რიგში განვსაზღვროთ, რას ნიშნავს ფსიქოგანათლება, იმიტომ რომ დასაწყისშივე ვიტყოდი ერთ პატარა მოსაზრებას გაგიზიარებთ, რომ ფსიქოგანათლება შეიძლება როგორც სიტყვა მარტივი აღსაქმელია, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა მიცის ის, რომ ფსიქოგანათლებას საკმაოდ დიდი თერაპიული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ადამიანისთვის და ეს არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება და აი ეს განვსაზღვროთ კარგად, რაზე ვსაუბრობთ, როცა ფსიქოგანათლებას ვახსენებთ ხოლმე და მე გავაგრძელოთ. მადლობა ნამდვილად დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდე მეც თქვენთან ერთად, როდესაც ამ მიმართულებით გადავწყვიტე პოდკასტის გაკეთება ჩემს გუნდთან ერთად აღზრდის ფსიქოლოგია და მიზანი იყო ზუსტად ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვიტა ბავშვის მხარდამჭერი იყოს, ზუსტად აღნიშნეთ, რომ ესენი არ არიან მხოლოდ მშობლები. მიიღონ ის ცოდნა, რომელიც დამხმარე იქნება ბავშვთან ერთად გაიარონ რთული გამოცდილებები თუ ნაკლებად რთული და ის გამოწვევები, რომელიც აღზრდას თან ახლავს, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა. ფსიქოგანათლებას, როდესაც საუბრობთ, ეს არის პროცესი მაქსიმალურად გაძლიერდე და გქონდეს მსაობა იმ მიმართულებით, რაც შენთვის არის რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუნდაც საკუთარ თავის შესახებ მიიღო მეტი ინფორმაცია და იყო უფრო რესურსული, ყოველ შემთხვევაში ესე გრძნობდე თავს, თუმცა არის ხოლმე აქ ერთი საკითხი, ჩვენი აღქმა არის ძალიან სუბიექტური და მე თვითონაც არაერთხელ აღმოვჩნდი, როდესაც თქვათ, მქონდა რაღაც სალექციო ტიპის შეხვედრა ამ მაგალითის წინაშე, ერთი კონკრეტული შემთხვევა მახსენდება. შეხვედრა ეთმობოდა თემას, რატომ ირჩევენ ბავშვები ეკრანს. ესეთი ტიპის შეხვედრა იყო, ხო, მანამდე უამრავი ლექცია გვაქვს მოსმენილი, რა გავლენა აქვს ეკრანს ბავშვზე, მოზარდზე და ეს შეხვედრა ეთმობოდა რა უპირატესობა აქვს და რატომ არის უფრო მეტად სასურველი და ვისაუბრეთ ამ შეხვედრაზე თუ როგორ მარტივად დგება იქ შედეგი, როგორი მხარდამჭერია ის თამაშები და რამდენად მარტივად ჯილდოვდება ბავშვი და რომ იქნება ამის დეფიციტია რეალობაში და აქ უფრო რეალობა არ სთავაზობს ზუსტად ამ მოცემულობას, უფრო რთულია რეალობაში გამკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც ბავშვთან დგას და აი ამ ლექციის დასასრულს ერთ-ერთმა მსმენელმა დასვა შეკითხვა, ამ დრომდე მეგონა მე რომ ეკრანი იყო მავნე და ეხლა გავიგე რომ ეკრანი არის სასარგებლო. ვინაიდან და რადგანაც აღქმა არის სუბიექტური, ამ შემთხვევაშიც ფსიქოგანათლებაშიც შესაძლოა ინფორმაცია გადავამუშავოთ და გამოვიტანოთ იქ ის დასკვნა, რომელიც იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემთვის უფრო სასარგებლო და რესურსულია. ამიტომ არის საფრთხილო ეს საკითხი, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმ ერთი შეხვედრის, იმ ერთი ლექციის, იმ ერთი ინტერაქციის გარდა კიდევ იყოს ხელმისაწვდომი მრავალი პლატფორმა და ამ ნაწილშიც იყოს, ესე ვთქვათ, გაშლილი კონკრეტული თემა, რომელიც აქტუალურია მსმენელისთვის. საჭიროება რა არის ფსიქოგანათლების იმ ადამიანებისთვის, ვინც ბავშვებთან ტრიალებენ, იმიტომ რომ ახლა რომ გისმენთ ამ წამს გამახსენდა მომისმენია არა ერთხელ განსაკუთრებით უფრო ძველი თაობის წარმომადგენლებისგან ძირითადად ესეთი ფრაზა, რომ ჩვენ ახალგაზრდობაში სულ არ იყო ეს ფსიქოლოგია და ეს საკითხები, მაგრამ კი ვზრდიდით ბავშვებს. ამას ხშირად ამბობენ ხოლმე, ვიცი, ახლა გამახსენდა.
სინამდვილეში საჭიროება მაშინაც ისევე იდგა, როგორც დღეს დგას და ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ბავშვებთან გვაქვს საქმე, ყოველთვის არსებობს გარკვეული ცოდნის ფლობის აუცილებლობა. ეს მინდა რომ განსაზღვროთ უფრო კონკრეტულად, რატომ გჭირდება ფსიქოგანათლება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე თქვენ რომ მაგალითი მოყევით, გამახსენდა ესეთი ფრაზა, იგივე ზრდასრულების ფრაზა, რომ ამ ბავშვებმა იციან მხოლოდ თავისი უფლებები და პასუხისმგებლობები არა. მე რატომღაც ამ ფრაზას ველოდი, იმდენად ძალიან ხშირად მხდება ეს ფრაზა და ჩემი უკავშირი ამ ფრაზაზე არის, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბავშვებმა თავისი უფლებები იციან. ყოველთვის ვაზიარებ ინფორმაციას, რომ მეც ყოფილვარ მსხვერპლი ბავშვი, იგივე ბულინგის მსხვერპლი და მეც ყოფილვარ მოძალადე ბავშვი, ბულერი და ამის შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე. და ძალიან დიდი რესურსია ბავშვებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ის რასაც ახლა თქვენ ესე ბუნებრივად იღებთ, თქვა თუ ონლაინ პლატფორმით თუ ჯგუფურ სივრცეში, ეს არის ის დეფიციტი, რომელიც მე მაკლდა. ხო, იმიტომ რომ საკუთარი თავის შესწავლა, საკუთარი კითხვებზე პასუხის ძიება, უამრავი რესურსი იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამოიძიოს საკუთარი ინტერესები, საკუთარი დამოკიდებულებები, რაღაცა სურვილები, მოთხოვნილებები, ამის შესაძლებლობა არ იყო ნამდვილად ჩემს ბავშვობაში და მით უმეტეს მშობლების გაძლიერების სისტემა. აი, მე ვამბობ, რომ ჩემს მშობლებს ვერ ვადანაშაულებ, ახლა ხო ძალიან ისეთია ხო, რომ აი რაღაცა ჩემი ბავშვობის ტრამვები და ასე შემდეგ, ხო? ვერ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად საჭიროების სხვა ეტაპზე ვიდექით, აი მოთხოვნილებათა პირამიდის სხვა ეტაპზე ვიდექით, მთლიანად ოჯახი და მგონი მთლიანად ქვეყანა, ხო? ამიტომ დღევანდელ მშობელთან თუ ზრდასრულთან უფრო მეტი დაკვეთაა. რომ იყოს უფრო მეტად მობილიზებული ამ მიმართულებით, ხო, როდესაც ბავშვს ეხება საქმე. ზოგადად, რა თქმა უნდა, იმის გაცნობიერება, რა არის ძალადობა და რა არ არის ძალადობა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ფუნქციონირება, ჩვენი სოციალიზაცია, ჩვენი უნარები, ჩვენი თვითშეფასება, ჩვენი თვითახკმა მთლიანად არის დამოკიდებული ამაზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, დღეს უფრო მეტი მოეთხოვება, შეიძლება ესე ვთქვათ, მშობელს, იმიტომ რომ დღეს ეს უკვე ხელმისაწვდომია. დიახ. და რა არის ის, რაც მოეთხოვება? კონკრეტულად თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, რა საკითხების შესახებ უნდა ფლობდეს ინფორმაციას მშობელი თუ პედაგოგი, როცა ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა? პირველ რიგში აუცილებლად ვიტყვი ამ სიტყვას მოეთხოვებას, რას გულისხმობ, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ფსიქოგანათლებას, როდესაც ეხება საქმე და მშობლების აუდიტორია თუ პედაგოგების აუდიტორია, ყველაზე ნაკლები მიზანი ამ დროს არის ის, რომ მშობელმა თავი დამნაშავედ იგრძნოს. პირიქით, ხო, ანუ ყველა შეხვედრის მიზანი არის, რომ ის დაფიქრდეს, გაანალიზოს, რაღაცნაირად საკუთარ თავს რაღაც ახალი დაკვეთა მისცეს. იმისთვის რომ გაიზარდოს, ხო? როდესაც მშობლებს აქვთ ხოლმე კითხვები და მათ შორის შფოთვები, ყოველთვის არის ესეთი პასუხი, რომ არ არსებობს რაღაცა იდეალური, არის ცოდნა და არის არცოდნა. და აი ეს ცოდნასა და არცოდნას შორის არის ერთადერთი სიტყვა და ამ სიტყვას ქვია ვცდილობ. ანუ ვცდილობ უკეთესი მშობელი ვიყო, ვცდილობ ემოციები ვმართო, ვცდილობ გავითვალისწინო ბავშვის საჭიროება, ვცდილობ სწორი უკავშირი მივცე ბავშვს, ვცდილობ მისი სივრცე დავიცვა, ვცდილობ მოვუსმინო, ვცდილობ თუ არ შემიძლია მოსმენა ავუხსნა ამის შესახებ, ვცდილობ ჯანსაღი კომუნიკაცია მქონდეს, ხო, აი ეს არის და არა ის რომ ყოველთვის გამომდის, ხო? რას ნიშნავს ეს, ხო? ეს ნიშნავს რომ მე ერთადერთი დაკვეთა, გარდა იმისა, რომ უნდა ბიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად ვიზრუნო ჩემს შვილზე თუ მოსწავლეზე მაქვს ის, რომ არ დავაზიანო. და ძალიან მარტივია ბავშვის დაზიანება, ხო, რაც უფრო პატარა, მით უფრო მეტად და ცოდნით აღჭურვა, საკუთარი თავის შესწავლა, საკუთარი თავის გაცნობა, თვით ზრუნვა, ეს არის ზუსტად ის ფსიქოგანათლების ეტაპები და ნაწილი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი არ დავაზიანოთ.
ხო, იმიტომ რომ აი ეგ ნაწილი თვით ზრუნვას, რასაც ამბობთ, რასაც გულისხმობთ, ხომ? არ ვიცი, ვერ განვაზოგადებ ნამდვილად ჩვენს კულტურაში ყოველ შემთხვევაში ჩემეული აღქმით საკმაოდ გაბატონებულია მოსაზრება, მიდგომა თითქოს იმის თაობაზე, რომ როგორც კი მშობელი ხდები, მაშინ აბსოლუტურად სრულად ხდები მხოლოდ კონცენტრირებული შვილზე, რაც ყოველთვის არის ხოლმე აყენებს იმ რისკს, რომ საკუთარი თავის საჭიროებების უგულებელყოფაც ხშირად ხდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რამდენადაც უგულებელყოფ საკუთარ თავს, მით მეტად გირთულდება ჯანსაღი კომუნიკაცია მერე შვილთან და ამით უფრო შესაძლებელია დააზიანო კიდეც ბავშვი. და კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგები ყოველთვის ესე ვამბობ ხოლმე, რომ ანუ ფიგურა კი არის ბავშვი, მაგრამ ამავე დროს მეორე ფიგურად შემოდის ველი. ანუ რომელი ველიდან შემოდის ბავშვი, ხო? და ამ ველის შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანი და როდესაც მშობელი ხდები, აქ ძალიან ფასეულია მხარდამჭერი გარემო. ანუ არა უბრალოდ ადამიანების ერთობლიობა, რომელიც ჩემს ირგვლივ დგას, რამდენად მხარდამჭერია ეს ადამიანები, იმიტომ რომ შეიძლება უამრავი ადამიანი მყავდეს, მაგრამ ეს ადამიანები სულაც არ იყვნენ. მათი აღქმით შეიძლება იყვნენ, მაგრამ ჩემთვის არ იყვნენ, ხო? იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან ტიპიურ გამოცდილებებში მეც მახსენდება შენიშვნები, რჩევები, რეკომენდაციები, ჩემს დროს საკუთარი გამოცდილებების გაზიარებები და ეს რაღაცნაირად ამ მშობლის შფოთვას გასაგებია რომ ის ახლა გახდა მშობელი და შეიძლება არ იცის სწორად ბავშვის დაჭერა, არ იცის თქვათ მისი მოვლა, მაგრამ ზუსტადაც რომ არ იცის მზაობა შეიძლება გამოვხატოს მხარდაჭერის და არა ის რომ მოდი ახლა წაგგრიჩო მე ხელიდან, იმიტომ რომ მე შენზე უკეთესად ვიცი და მე ბევრი გამოცდილება მაქვს, ხო? აი ეს ნაწილიც რომ ვიცოდე მე რომ მივიღო საკუთარი აი ეს შფოთვა ამ ბავშვის დაბადებასთან ერთად, ხო? ის რომ შეიძლება მე მქონდეს მშობიარობის შემდგომ გარკვეული ტიპის ემოციური, ვთქვათ, ქცევითი რეგულირების პრობლემა ან დეპრესია, არ ვიცი რას დავარქმევ ამ მდგომარეობას და რომ ადამიანების მიმართაც შეიძლება განწყობები შემიცვალოს და რომ ეს დროებითია და რომ ავირჩიო ადამიანი, რომელიც მართლა ვგრძნობ რომ ჩემი მხარდამჭერია და არ არის აუცილებელი ყველა გავითვალისწინო ამ დროს, ხო, რომ ის როგორ რა ესიამოვნება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ კიდევ რომ გამოვხატო ის პოზიცია რომ მე მინდა დახმარება და არა ის რომ რაღაცნაირად ყველაფერს ერთად ვეცი და დავამტკიცო რომ მე ყველაფერი შემიძლია. უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ რომ ის ასე ვთქვათ ცოტა ანელებს შფოთვას, როდესაც მე ვარ ინფორმირებული, რაღაცნაირად შეიარაღებული ვარ, რომ ხო შეიძლება ეს მოხდეს, ხო შეიძლება აი ეს ეტაპი გამიჭირდეს, ხო შეიძლება იყოს ეს რაღაცა ბუნებრივი კრიზისი, რომლისთვისაც მზაობა ბევრად უფრო მაღალი მაქვს ფსიქოგანათლების ხარჯზე. ეს არის ზუსტად ფსიქოგანათლების აი ეს თერაპიული უნარიც, რაც ვახსენე, რომ ფსიქოგანათლები ჩვენ ცხოველურად, როდესაც მუშაობთ ადამიანებთან, ძალიან აქტიურად ვიყენებთ ფსიქოგანათლებას, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანს აწვდი ინფორმაციას, ეუბნები, რომ ის რაც შენს თავს ხდება, პირველ რიგში ბუნებრივია, არ გჭირს არაფერი ისეთი სასწაული, რასაც ვერ გადალახავ და შეუძლებელია რომ დაძლიო და სხვა ადამიანებიც არიან მსგავსი პრობლემების წინაშე და რაც თავარია სახელდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელი ქვია იმას, რასაც შენ გადიხარ. ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ახლა უკვე შენს გექნება ინფორმაცია და ეს ავტომატურად გადის იმაზე, რომ შფოთვა მცირდება. და ზუსტად მშობლების შემთხვევაშიც და ზრდასრულების შემთხვევაშიც ზოგადად ასეა, ხო? და ბავშვების შემთხვევაშიც აბსოლუტურად. თქვენ როგორც ამ მიმართულებით ამ ხელგამოცდილების მქონეს, კონკრეტულად რა საკითხებია? ეხლა ამ წამს დავინტერესდი მაგითი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მშობლებს თუ ზრდასრულებს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, რაშიც საჭიროებენ დახმარებას და გაძლიერებას პროფესიონალების მხრიდან? ალბათ უფრო დავავიწროვებდი ასაკებს და იმის მიხედვით ვიტყოდით, ხო, თქვა თუ სკოლამდელ ასაკში მოდის ძირითადად რაღაც ადაპტაციის სირთულეები ან განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, უფროს თქვა ცოტა ზედა სასკოლო ასაკში მოზარდებთან სხვა ტიპის საჭიროებებია, ეს არის დროის მართვა, ეკრან დამოკიდებულება, თვითშეფასება, მოტივაცია, საკუთარი თავის შეცნობა, ემოციების რეგულირება და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ აზროვნების აკადემიას აქვს გამოცდილება მშობელთა კლუბების
და აი აქაც ზუსტად ამ მიმართულებით მივდივართ, ხო? ანუ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ხდება თემების შერჩევა, თუმცა მოგეხსენებათ თქვენ, რომ როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ შეხვედრებზე უაღრესად მნიშვნელოვანია ველიდან რა ინფორმაცია მოდის, იმიტომ რომ შეიძლება გაწერილი იყოს თემა და თემების ჩამონათვალი კონკრეტულად კლუბის შეხვედრები იმართება ამ და ამ დროს ამ და ამ თემებით, თუმცა შეიძლება სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს აუდიტორიამ და ეს არის ძალიან ჯანსაღი, რომ მიყვე იმ გამოწვევებს და იმ საჭიროებებს, რომელიც აუდიტორიიდან მოდის. და დღეს რაც ჩამოთვალეთ, ესენია ყველაზე ისეთი მწვავე საკითხები, რაც აუდიტორიისგან მოდის ხოლმე. დიახ. ეს თემებია. სკოლამდელ ასაკში ადაპტაცია, განვითარების შეფერხებები და უფრო ზედა ასაკში ძირითადად არის თვითშეფასება, мотиваცია, ურთიერთობები, ბულინგი, კიბერბულინგი, ეს თემები. შიში, ემოციების მართვა. აი ბულინგი ესეთი მტკივნეული საკითხია და მე მგონი თქვენ ახსენეთ კიდეც რომ ყველა ყოფილვართ მსხვერპლიც, ირიბით და პირდაპირიც, ხო? ესეც განვითარების ბუნებრივი ნაწილია და ამას გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა ბულინგი საბოლოო ჯამში არ არის მხოლოდ ბავშვის პრობლემა, ხო? მას იმიტომ რომ ის იმდენად კომპლექსურია და ბევრი ადამიანი ამაში ჩართული, რაც ბუნებრივია საჭიროებს სწორ დამოკიდებულებას და სწორ მიმართებებს უფროსების მხრიდან. რატომაც უნდა იცოდნენ და კარგად იყვნენ ინფორმირებული, რას ნიშნავს საერთოდ ეს ფენომენი და რა გავლენას ახდენს ბავშვებზე, იმიტომ რომ მაგალითად პედაგოგების მხრიდან ხანდახან ზუსტად შესაძლოა ეს იყოს დაბალი ინფორმირებულობიდან გამომდინარე, არ არის ხოლმე სათანადოდ მწვავედ აღქმული რეალურად ძალიან მტკივნეული პრობლემა. ის რაც ბავშვისთვის შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე და მით უმეტეს ვინც ზრდასრულებთანაც მუშაობთ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან საკმაოდ შემდგარ რეალიზებულ პიროვნებებსაც გადაულახავი და გადაუმუშავებელი ტრამვები აქვთ დარჩენილი მოზარდობის ასაკში განცდილი ბულინგისგან, ხო? ასე დროს როგორია სწორი ჩართულობა, აი პატარა ფსიქოგანათლებაც რომ მოვაწყოთ აქვე, რას აკეთებს ზრდასრულიც და მშობელიც? გამოვეხმაურებინია, ხო, რაღაცნაირად გავაგრძელებ თქვენს შინაარსს, იმიტომ რომ იდეაში სკოლები და კლასები, მოზარდების დამრიგებლებიც ატარებენ ამ ანტიბულინგურ კამპანიებს, თუმცა ძალიან ფასადურია. სიტყვა ბულინგი ყველა მიცის დღეს, აბსოლუტურად ყველა მიცის, თუმცა აი მოზარდების დაახლოებით აი ჩემთან მყოფი მოზარდების 80% აი ამ ინფორმაციით შემოიფარგლება, რომ იცით თქვენ ბულერიც არის ერთ დროს ყოფილი მსხვერპლი. და რაღაცნაირად ის რომ თითქოს ბულერს უნდა თანავუგრძნოთ, ეს ნაწილი გასაგებია რომ უნდა თანავუგრძნოთ და ესე არ უნდა გავრიყოთ, მაგრამ ზუსტად თქვენ როგორც აღნიშნეთ, არასაკმარისია ეს ინფორმაცია, რომ ბულერიც თურმე არის მსხვერპლი. და რაღაცნაირად აი აქამდე მიყვანილი ინფორმაცია ცოტა ბრაზში მამყოფებს, თითქოს ეს გვაჩერებს, რომ აი ეს ჩვენი ბრაზი, რომ მე ამაზე გავბრაზდე და რაღაცა ენერგიების მობილიზება მოვახდინო და გავაგრძელო, აი აქ ვჩერდებით, რომ ბულერიც არის მსხვერპლი. და ამის მერე არაფერი არ კეთდება. რა თქმა უნდა, სკოლებს აქვთ მანდატური სამსახური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი, რა თქმა უნდა, ეს არის არასაკმარისი, იმიტომ რომ მიმართვიანობა თუ კი მოხდა, მაშინ აი ეს არის შესრულებული ხარისხის ნახევარი. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ იდენტიფიცირება და მიმართვიანობა არ ხდება, ხო? და სადღაც მანდატური სამსახური კი არსებობს, მაგრამ აქ იდენტიფიცირება არ მოხდა და აღიარება პრობლემის და იქამდე რომ მივიდეს, ეს ძალიან დიდი გამართლებაა, რომ იქამდე მივიდეს ორივე მხარემ და ყველა ჩართულმა მხარემ რომ მოახდინოს რეაგირება, ხო? პირველ რიგში ალბათ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მე თუ მკითხავ უნდა იყოს სისტემატიური სახის სამუშაოები ჩატარებული სკოლებში, პედაგოგების ფსიქოგანათლების მიმართულებით, მართლაც ზოგჯერ არის, რომ მიზნობრივად ხდება ამის, ესე ვთქვათ, უგულებელყოფა და კონფლიქტთან გამკლავების მექანიზმებსაც, როცა გავდივართ, ბავშვები ძალიან ხშირად ირჩევენ მექანიზმად უგულებელყოფას. არ მივაქციოთ ყურადღება, ან იგნორი. მოდი, ჯობია რომ დავაიგნოროთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, ადაპტირებულები არიან ამასთან, რა, დავაიგნოროთ ბულინგი. იცით რა, როცა დავაიგნორებთ, მე აღარ მოიქცევა ეს ესე.
ხო, აი ყველაზე მარტივი მექანიზმი აქვს არჩეული გამკლავების და თუმცა არიან მუდმივად აი ამ რაღაცა პროცესში ჩართულნი. და პედაგოგების გაძლიერება იმიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ პედაგოგი არის პირველი მხარდამჭერი, ვინც უნდა აღმოჩნდეს იმ პროცესში, ხო? მოზარდებთან მაღალი მაჩვენებელია საკმაოდ იმის, რომ არ ხდება ინფორმაციის გაზიარება მშობლებთან. ეს კიდევ ცალკე თემაა, რატომ არ ხდება მშობლებთან გაზიარება, თუმცა პედაგოგი უნდა იყოს ნამდვილად ის პირველი ინდიკატორი, ვინც უნდა შეაფასოს არსებული სიტუაცია კლასში და ეს ნაწილი, რომ ბავშვები უფრო მეტად გაძლიერდნენ, ხო, ამ ნაწილში, რომ თქვათ, იცოდნენ რა რეფერირების მექანიზმი არსებობს, ხო, რომ მარტო პედაგოგია, ვინც უნდა იყოს ჩემი მხარდამჭერი თუ არის კიდევ ვინმე. იმიტომ რომ სკოლებში შემოვიდა სოციალური სამსახური, სოციალური მუშაკი ყავთ, ხო? და ისიც ალბათ უნდა იყოს ძალიან აქტიურად ჩართული, იმიტომ რომ ზუსტად ის რომ ბავშვებმა იციან უფლებები და რაღაცნაირად გადავიდნენ იმ პასუხისმგებლობებზე, რომ მე კი ვიცი რომ ეხლა ეს იჩაგრება, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობაც მაქვს ამ ბავშვის წინაშე, ხო, რომ მე რაღაცნაირად დავიცვა, ამაზე რეაგირება მოვახდინო, რა ტიპის დაცვაზეა საუბარი. უბრალოდ შეიძლება მოვუსმინო ამ ადამიანს და რაღაცა რჩევა მივცე. რამოდენიმე ადამიანი გავერთიანდეთ მასთან ერთად, ხო? ბოლოს და ბოლოს რაღაცა უამრავი საკომუნიკაციო სივრცე არსებობს, რითიც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ხო, შეიძლება ანონიმური კითხვარი დავაწერინო ამ ბავშვებს და ესე ამოვიღო ინფორმაცია, ხო, აი რაღაცნაირად თან ის უსაფრთხოებაც რო არ დავარღვიო, იმიტომ რომ როგორც წესი, რატომაც არ რეაგირებთ ბავშვები და მოზარდები და დასრულებიც არის ის, რომ საფრთხეს ვგრძნობ მე თავად. ხო, ეს არის ყველაზე ხშირი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სკოლებში უნდა იყოს სისტემატიურად არსებული, არაერთჯერადაც და არა რაღაცა კვირეული დათმობილი, არამედ აი ესეთი რგოლი, სადაც იქნება მულტიგუნდი, არ არის აუცილებელი რომ მხოლოდ ფსიქოლოგები იყვნენ, შეიძლება იყოს პედაგოგი, შეიძლება იყოს უკვე მოზარდი მოსწავლე, შეიძლება იყვნენ მშობლები ჩართულნი ამაში, ხო, რომლებიც იმუშავებენ ანტიბულინგური აქტივობების მიმართულებით, ხო, ეს იქნება გაძლიერება, შეიძლება მოიწვიან სტუმრები, ხო, რომლებიც ვთქვათ უფრო მეტად გაძლიერებენ აქტივობები, საჭიროების ანალიზი და როდესაც ვიცი რომ ამ პედაგოგის და მშობლის გარდა კიდევ არის რაღაცა გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და მე ვიცი რომ უსაფრთხო არის იქ ჩემი ინფორმაციის გაზიარება, ან მინიმუმ მართლა ანონიმურ კითხვას დაამუშავებენ და ამაზე მოხდება გარკვეული რეაგირება, ეს უკვე ნამდვილად არის პრევენცია. ნებისმიერ შემთხვევაში მულტიგუნდის პრინციპი ეფუძნება გაზიარების საჭიროებას, ხო, ასე აუცილებლობას უფრო სწორად. და თქვენ წაღანახსენეთ, რომ არის შეფერხება პედაგოგის მხრიდან მშობლისთვის ინფორმაციის გაზიარების თაობაზე, ხო? რომ ეს რაღაცნაირად ვერ ხერხდება კარგად. რა იწვევს ამას, რა არის მიზეზები? როგორ გითხრათ, აი ერთია რომ მე თვითონ 4 წელი მუშაობდი სასკოლო სივრცეში, საჯარო სექტორში და რაღაცნაირად მაქვს შესაძლებლობა რომ პედაგოგების ემოციებთან, მათ შფოთვასთან კონტაქტი მქონდეს. მყავს უამრავი მეგობარი პედაგოგი და ამავე დროს ვარ მოზარდის მშობელი. ან რაღაცნაირად მაქვს ამის რესურსი რომ ორივე მხარე დავინახო. რა თქმა უნდა არის გამოცდილებები, სადაც პედაგოგები რაღაცნაირად საფრთხე დაღიქვამენ იმას, რომ ასაც მშობელი აზიარებს, რომ აი თითქოს ის რაღაცა რომ ვერ მართა, მან პირდაპირ მიიღო როგორც აი არაკომპეტენტური ვარ, ანუ მე ამის ხო განსჯა, ხო, აი რაღაცნაირად ის რომ მე არაფერი არ უნდა შემეშალოს და რომ მე ყველახან დამრიგებელი ვარ, ყველაფერს მართავ და შესაძლოა არასწორად მიწოდებული ინფორმაციაც ხო, მე შეიძლება მოვიდე პედაგოგთან და ვთქვა რომ იცი მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ კლასში ხდება ბულინგი და მე თქვენთან ერთად ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ხო, მაგრამ მეორე ტიპის კომუნიკაცია შეიძლება იმხელა თავდასხმა იყოს და იქედანაც მიღებული მე უკვე ეს რაღაცა თავდაცვა რომ არა მე ყველაფერს მართავ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ პედაგოგები დღეს არ გრძნობენ სათანადო მხარდაჭერას. ისინი ფიქრობენ რომ მარტონი არიან ამ პროცესში, ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლიათ რაღაცნაირად შეიძლება
ფიქრობენ რომ ხო აი რაღაცას მართავენ რა და თუ ვერ მართავენ მე რაღაცა ვიღაცას მიმართავენ თუმცა მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ შემოვიდა სხვადასხვა კომპეტენციის და დამხმარე კომპეტენციის მქონე ადამიანები სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის სახით მგონია რომ მათ არ აქვთ მაინც სათანადო განცდა უსაფრთხოების და დაცულობის იმისთვის რომ აი ამ მათთვის ესე ვთქვათ იმ დროს რთულ შემთხვევას შესაბამისი ესე ვთქვათ დახმარება ითხოვონ და რაღაცნაირად იგრძნონ რომ სჭირდებათ დახმარება. რეალურად გამოდის რომ ბავშვის პრობლემას კი არ მალავს უფრო საკუთარ მარცხს. კი, ზუსტად. და თუ კი ამ პედაგოგს ექნებოდა სისტემატიური მხარდაჭერა, მათ შორის ფსიქოგანათლება, მათ შორის სხვა კოლეგის გამოცდილებები, რომელიც აზიარებს, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევას, აი ამ მხარდამჭერმა გუნდმა ესე უშველა და იგრძნო იმ კოლეგამ, რომ ის მარტო არ იყო და ესეთი მაგალითები სკოლაში არსებობს, ხო? ისიც რა თქმა უნდა მიმართავს თუ კი მე შემიძლია რომ რაღაცა ჩემი წილი პასუხისმგებლობა ის სიმძიმე რომელიც რაღაც კონკრეტულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული გადავაზიარო და გავანაწილო რატო არ ვისავ ამას მაგრამ თუ კი მე ვიცი რომ ამ სიმძიმის გადანაწილების ან გაზიარების დროს დავისჯები თუნდაც ვიქნები შეფასებული რაღაცნაირად კრიტიკული გარემო იქნება და მიპირისპირდებიან და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მე ამ ყველაფერს ვმალავ რაც აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის პირადად ფსიქოგანათლებას როგორ შეუძლია აი ამ პრობლემას უწამლოს თუ შეიძლება ასე ითქვას კი ბატონო ფსიქოგანათლებას შეუძლია ნამდვილად უწამლოს ამ პრობლემას იმიტომ რომ რაღაცნაირად თუ კი მე გავიგებ რომ ეს ნორმალურია რომ მე ახლა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს ნორმალურია რომ ეს შფოთვა მაქვს ნორმალურია რომ ეს ბავშვი რომელიც აი ახლა აი ამ მდგომარეობაში არის და მისი ქცევა რომ ესე შეიცვალა მე ამას ყურადღება უნდა მივაქციო და რომ ყურადღებას მივაქცევ ამ დროს შემიძლია მე ვიღაც ანუ როგორ გითხრათ აი ადამიანს ხო შეიძლება ერთი მიმართულებით უყურო ხო და აი დუმბაძის ფრაზის არ იყოს შეგიძლია გარს შემოვარო და ყველა კუთხიდან შეხედო და იმ კუთხიდანაც შეხედო რომლიდანაც ის ყველაზე ლამაზია აი დაახლოებით ესეთი რაღაცა შეუძლია ფსიქოგანათლებას ხო აი თუნდაც დამრიგებელი არ ვარ და ვარ რაღაცა კონკრეტული კომპეტენციის პედაგოგი ბიოლოგიის პედაგოგი ვარ ხო მაგრამ მე ვხედავ რომ ამ ბავშვს აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ხო ან თუნდაც ახლა ესეთი მაგალითი გამახსენდა, როდესაც პედაგოგები ესე პოზიციონირებენ, რომ როდესაც ვეჩხუბები სიცინის, აი ეს ძალიან ხშირად მომხვედრია თვალში და როდესაც ვეუბნები, რომ ის იმიტომ კი არ იცინის, რომ დაგცინის. ეს არის მისი გამკლავების მექანიზმი. ხო? აი ამ დროს აბსოლუტურად ეცვლება ამ ბავშვის მიმართ დამოკიდებულება. ანუ ეს ესე უმკლავდება, მისთვის ეს იმდენად სტრესულია, ის იმდენად განიცდის ამას, რომ იცინის, იმიტომ რომ ესე ასუსტებს, არბილებს, თავის თავთან ესე უმკლავდება და გარემოში ესე დაისწავლა. ან იგივე იუმორი, ბავშვი რომელიც ხუმრობს. ხო შეიძლება ესეც მისი გამკლავების მექანიზმია, თვით დამკვიდრების მექანიზმი. ანუ რაღაცნაირად ესე კი არ უყურებ რომ შავი და თეთრი ეს ბავშვები მიჯერებენ და ეს ბავშვები არ მიჯერებენ. ხო, ანუ არიან ბავშვები, რომლებიც კარგად სწავლობენ და არიან დანარჩენი სხვა ბავშვები. არა, აი ამ დანარჩენი ბავშვებიდან ეს როგორია? ეს როგორია? აი ეს იმ კუთხიდან რომ უყურებ, რომლიდანაც ყველაზე ლამაზია და როცა პიროვნებას ვხედავ და მე ამის შემდეგ ვხედავ ძლიერია თუ არ არის ძლიერი ბიოლოგიაში და რა მოსწონს იმაში, ხო? ერთი ესეთი შემთხვევა გამახსენდა ახლა, ვიმყოფებოდი კლასში, სადაც და მაქვს უფლება რომ ვისაუბრო ამაზე, მისგან ნებართვა, სადაც ჩემი ძმისშვილი სწავლობს. და იმ კლასში იყო აბსოლუტურად სხვა მიზნობრიობა მქონდა, მოკლედ რაღაცა გუნდის ფორმირების ეტაპს გადიოდა კლასი და პედაგოგმა მთხოვა დახმარება. და კლასში იყო გამოკრული ნახატები და უბრალოდ ვიკითხე ვისი არის ეს ნამუშევრები და პედაგოგმა მითხრა ერთ-ერთი ბავშვის და მე ვთხარი რომ იცით რა ჩემი ძმისშვილიც ძალიან კარგად ხატავს და ალბათ იმის ნახატებიც მალე იქნება აქ. და როდესაც დავბრუნდი, კი მითხრა პედაგოგმა, რომ კი სხვადასხვა კვირეულის ფარგლებში დაეთმობა სხვადასხვა ბავშვს. როდესაც დავბრუნდი, მე მირეკავს რძალი ჩემი და მეგუბნება, რომ რა მოხდა იმ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მერეკლი არ ჩერდება იმდენს ხატავს. ხო? აი ეს ნაწილი, რომ თქვათ, შეიძლება რაღაცა არ გამოსდის, მაგრამ შენ მას ხედავ უფრო დიდად, უფრო დიდი დიაპაზონით, უფრო სხვა რესურსებით, ეს ალბათ იქნებოდა, ეს არის რაც ჭირდებათ ბავშვებს.
ხო? აი მე მაგალითად მახსენდება პედაგოგი, რომელიც მიყვარდა არა იმიტომ, რომ მისი საგანი იყო რაღაცნაირად გამორჩეული, არამედ მას ჰქონდა რაღაცა გარკვეული უნარები, რომელიც მე მასში მიყვარდა. ანუ არ მიყვარდა ის საგანი, მაგრამ პიროვნული მახასიათებლები მიყვარდა და ჩვენ ხო ძალიან მოგწონს, როცა ადამიანები ისეც ხედავენ, როგორებიც ვართ და არ ხედავენ რაღაცა ერთ ჩარჩოში, აი რაღაცა მათემატიკაში ძლიერი ხარ, თუ არ ხარ ძლიერი. ამიტომ აი ამ ნაწილში დაეხმარებოდა პედაგოგს, ძალიან დაეხმარებოდა, გარდა იმისა, რომ ბავშვს ცხადია დაეხმარება და მშობლებთან კომუნიკაციის ნაწილში, ხო, აი როცა მე მშობელი ვარ და პედაგოგი მეუბნება, რომ იცით რა გაკუთულზე არ მესაუბრება მხოლოდ როგორ მოყვა რაღაცა კონკრეტული, ხო, მეუბნება, რომ აი ეს თვისება აქვს თქვენ შვილს განსაკუთრებული, კარგად ძალიან კონტაქტური, ან კომუნიკაბელური, ან რაღაცა მის ძლიერ პიროვნულ მახასიათებლებზე აქცენტს მიკეთებს, ეს ჩემთვის შეიძლება უფრო რესურსული იყოს, ვიდრე გაკვეთილი ჩამაბარა თუ არა. ის ხედავს ადამიანს, პიროვნებას და არა მოსწავლეს, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნით არის იქ მისული. და ეს არის სკოლის პირველი დანიშნულება, ხო, ჩვენ ხო სკოლები იმისთვის არ გვაქვს, რომ მხოლოდ ბიოლოგია და ფიზიკა, მათემატიკა შევასწავლოთ, გვაქვს იმისთვის, რომ პიროვნებებად თავისუფალ ადამიანებად უნდა აღიზარდონ. და ამაში პედაგოგის როლი არის, რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რომ ხედავდეს მე როგორც პიროვნებას და ადამიანს ბავშვისთვის არის სანამ სკოლაში წავა იქამდე და მერე სულ მე მგონი დასრულებისთვისაც ესეა საბოლოო ჯამში. კი, რაც რო გადის მე მგონი სხვარი იკარგება. კი, ნამდვილად. მშობელი როგორ ხედავს ბავშვს და ეხლა ერთი რაღაც გამახსენდა, ამაზე მიფიქრია, იმიტომ რომ შევხედრი ვარ და მინახავს მსგავსი მშობლები ხო ისედაც თავის ძალიან დიდ შფოთვას განიცდიან, როგორ აღზარდო ამ პასუხისმგებლობას, როგორ გავუმკლავდე, ყველაფერი გავუკეთო სწორად და ასე შემდეგ, ხო? და რა თქმა უნდა, პირველ მოვალეობად მშობლები აღიქვამენ იმას, რომ მე უნდა მიყვარდეს ჩემი შვილი, ბუნებრივი. თუმცა ძალიან დიდი ტკივილი მშობლისთვის იწყება ხოლმე მაშინ, როცა ეს შვილი კი ძალიან უყვარს, მაგრამ არ მოსწონს. არის ბევრი რაღაც, რაც მასში არ მოსწონს, როგორც პიროვნებაში. და ეს ყოველთვის იწვევს გარკვეულ დისკომფორტს ორივესთვის. ბავშვიც უგულებელყოფილად და გრძნობს თავს და ვერ გრძნობს, რომ მას ხედავენ. და მშობელიც ცალკე იმას განიცდის, რომ შვილთან კომუნიკაციაში აშკარად პრობლემები აქვს და თან ვერ აბიჯებს აი ამ რაღაცა მათ შორის განსხვავებებს, იმიტომ რომ არ იცის, რომ ეს არის ორი დამოუკიდებელი ინდივიდი და როგორც მე შეიძლება ვიღაცა რაღაცის გამო არ მომწონდეს, მისი ერთი კონკრეტული თვისება ზუსტად ისევეა შესაძლებელი, რომ ჩემი შვილის მიმართაც მქონდეს იგივე დამოკიდებულება, ხო? აი ამ ნაწილში ფსიქოგანათლების როლი რამდენად დიდია და მე ნელ-ნელა გადავიდეთ, რისი შეთავაზება შეგვიძლია მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის და ყველასთვის. რახან ვაზოგადებთ ხო აი ამ ამბავს, მოდი ვთქვათ, რომ უფრო მეტად კრიზისული ამბავი გვაქვს აი პუბერტატის ასაკში მშობლები, რომ გარდატეხის ასაკს ვეძახით და ეს რომ პუბერტატის ასაკში რომ ეს კრიზისი დგება, ეს არის ძალიან ბუნებრივი. ესეც რომ ვუთხრათ მშობლებს, რომ ძალიან გასაგები არის ამ ბავშვების მხრიდან ეს დამოკიდებულება უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, ჰორმონალური ცვლილებები, ინტერესების ცვლილებები, რაღაცნაირად ჩემი ძველი ღირებულებების განდევნა და საკუთარი თავის ძიება და ახალი ღირებულებებთან დაკონტაქტება და ასე შემდეგ, ხო? და მიკუთვნებულობის განცდა კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიკუთვნებულობის განცდა, აი რაღაცა ამ მშობლების ოჯახის იდეალურ გარემოს რომ მოვშორდი, ეხლა ვის ვეკუთვნის სად ვარ და რა მინდა და რითი განსხვავდები, არა, რითი ვგავარ ამ ყველას, არამედ რითი განსხვავდები ამისგან და ჩემი, ესე ვთქვათ, სეპარაცია ამ ოჯახიდან, რომ ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს ერთი ამბავი, რომ მე განსხვავდები და ძალიან კარგია რომ ვეძებ საკუთარ თავს, ესე ვთქვათ. ძალიან კარგია. მეორე ნაწილი ამ მშობლების შფოთვა, რომელიც რა თქმა უნდა ამ მშობლების შფოთვასაც აქვს თავისი არგუმენტი, უამრავი საფრთხეა, სულ სხვა დიაპაზონით უყურებენ სამყაროს, უამრავი გამოწვევა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, მარტო მე არ ვფიქრობ, უალტერნატივო ნდობა შევინარჩუნოთ და საბედნიერო ძალიან ბევრი ბავშვის და მოზარდის ენით გაჟღერებულ ინფორმაციას გიზიარებთ, რომ მე და დედა, მე და მამა მეგობრობთ და ეს ძალიან ჯანსაღია. ანუ მეგობრობაც არ გულისხმობს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მისაღებია, ხო? მეორე ადამიანის პირიქით ეს შეიძლება იყოს ის, რომ
ისე ჯანსაღად მივუთითებთ იმ განსხვავებულობაზე, რომ აქ ერთმანეთის პიროვნებას არ შეურაცხყოფთ და ძალიან ბუნებრივია, რომ ჩვენ შორის ჯერ მარტო თაობათა და ღირებულებათა სხვაობა გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს რაღაცები შეიძლება ჩემთვის არ იყოს ბუნებრივი. თუმცა ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ აი ის რაც მე არ დამიგემოვნებია, არ მაქვს უფლება იმაზე ვთქვა, რომ ცუდია. ხო, აი რაღაცა მე მახსოვს, რომ ჩემი თინეიჯერობის პერიოდში შემოვიდა განსხვავებული შოკოლადები და ჩვენ ყველა ერთმანეთს უზიარებდით, რომ აი შენ გაქვს ეს გასინჯული, რომელი მოგწონს, ეს მოგწონს თუ ის მოგწონს და ჩვენი მსჯელობა იყო ამასთან დაკავშირებით, რა მოგწონს და რა არ მოგწონს და რომლის გემოებია, ხო? და აი ესეთივე არის მისთვისაც რა, იმიტომ რომ ის იმ ველში, სადაც მიკუთვნებულად გრძნობს თავს, ან ცდილობს რომ მიკუთვნებული იყოს, ხო, იმ თავის თანატოლებს, ზუსტად აგემოვნებს ახალ-ახალ რაღაცებს და ეს არის ის, რასაც აზიარებს თავის თანატოლებთან და ჩვენ რომ რაღაცნაირად გვაქვს ის სტანდარტები, რომელიც ჯერ კიდევ კაცმა არ იცის კარგია თუ ცუდია, რახან მე შემემთხვა ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ კარგია, ხო, რომ მე თუ ამას აქში ეს მაქვს ნანახი და ეს მაქვს წაკითხული, ეს არ ნიშნავს რომ მანაც ამ კონკრეტულ ასაკში ეს უნდა წაიკითხოს და ეს უნდა ნახოს. პირიქით, მე ვთხოვდი მშობლებს რომ გაეცნონ ისინი, რასაც ეცნობიან მათი შვილები. გულწრფელად, როდესაც ბავშვები აზიარებენ კონკრეტულ ასაკში რა სერიალებს ან რა თამაშებს ეცნობიან, მე თვითონ სახლში მივდივარ და ამას ვუყურებ, იმიტომ რომ მათი ენა ჩემთვის გასაგები იყოს, მათი ინტერესი ჩემთვის გასაგები იყოს. მე თვითონაც როგორც მშობელი, როდესაც რაღაცა გაუცხოება ვიგრძენია, თქვათ ამრიდებლური დამოკიდებულება, მივხვდი რომ ის ფილმები, ის სერიალები, რომელიც თქვათ ჩემი შვილისთვის აქტუალური იყო, მეც მენახა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რაღაცაზე ისაუბრო და ამავე დროს შეიცნო შენი შვილის დამოკიდებულებები. ხო, ესე პირდაპირ კითხვა, ვთქვათ, აი რას ფიქრობ მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სიყვარულზე, შეიძლება არ იყოს ამის მზაობა, ხო, ჩემი შვილის მხრიდან და თუ კი ვისაუბრებთ რაღაცა სერიალზე, სადაც არის ზუსტად ეს ღირებულებები, იქ ძალიან კარგად გამოგვივა მსჯელობა. ამიტომ პუბერტატის ასაკი არ ნიშნავს, რომ წყვეტთ ჩვენ შულთან ურთიერთობას, პირიქით ვეძებთ ახალ გზებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად საერთო ინტერესები მოვძებნოთ, საერთო გადაკვეთის წერტილები გქონდეს. გასაგებია, რომ ჩვენ შორის დისტანცია იზრდება, მაგრამ ეს ჩვენს ხელშია, მაინც მგონია, ბოლომდე შეწყდება ჩვენი ურთიერთობა და დარჩება გადაკვეთის ხაზები, ხო? იმიტომ რომ აი რაღაცა ბევრი მოზარდი მიყვება, რომ ის და დედა ერთად ვარჯიშობენ, ის და დედა რაღაცა ერთად სეირნობენ, რაღაცას ერთად უყურებენ, რაც ძალიან ჯანსაღია. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ვაძლევ უფლებას, რომ თავისი სივრცე სამეგობრო ინტერესები ქონდეს, მაგრამ ამავე დროს ვეუბნები, რომ ძალიან დიდი გეფი არ არის ჩვენ შორის. მე მსად ვარ იმისთვის, რომ გავიქო შენ რასაც ხედავ და უყურებ და აღიქვავ და როდესაც მისი ინტერესებით ვინტერესდები, აი ამ ხიდს არ ესე ვთქვათ, ვტეხავ, ხო, ჩვენ შორის ხიდი ყოველთვის არსებობს, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ამ თემაზე დამიკონტაქტო. მეგობრობა იქნება, სიყვარული იქნება, ღალატი იქნება თუ იმედგაცრუება იქნება, ხო? მან ძალიან კარგად იცის, რომ არის უამრავი ღირებულება, რაც შეიძლება ჩვენსა და ჩემსა და მას შორის იყოს ძალიან განსხვავებული, ვერ ვითამაშებთ და არც უნდა ვითამაშოთ შვილებთან. ძალიან კარგად იციან ჩვენი სხეულის ენა იმდენად მეტყველია და იმდენად გაგვცემს, რომ როგორი პოზიტიური იმიჯითაც არ უნდა წარსდგე, იცის რომ რაღაცები არის, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ თუ კი ჩვენ შორის არსებობს კიდევ ესეთი ძაფები, რომელიც არის თუნდაც ის საერთო ინტერესები, რომელსაც მეც უნდა ვუწყობდე ხელს და არა ის რომ მე დედა ვარ და რომ გეუბნები უნდა გამიჯერო და უნდა მომისმინო, აი ეს არის ზუსტად ის, რაც გვეხმარება, რომ არ გადავჭრათ ბოლომდე ეს ჩვენი ურთიერთობა და ის ნდობა, რომელიც ყოველთვის სჭირდება ჩვენი მხრიდან და ჩვენც მისი მხრიდან. ნამდვილად. და ახლა ვისაუბროთ ზუსტად იმაზე, როგორ მივიტანოთ მშობლებამდე, პედაგოგებამდე ეს ინფორმაცია, რა ფორმით არის შესაძლებელი დღეს
მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში მიწოდება ინფორმაციის, როგორ ვაკეთებთ ამას, რა შეგვიძლია შევთავაზოთ სერვისების ნაწილს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ერთ პატარა ამბავს მოვყვები მეც ახლა გამახსენდა და ეს არის ზუსტად ფსიქოგანათლების ძალიან რეალური დანიშნულება და საჭიროება, რატომაც აუცილებელია რომ ეს ყველგან იყოს. მე თვითონ ვიყავი ამ ამბავში ჩართული რამდენიმე წლის წინ, როცა მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ მისულები ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მოზარდებთან ჩაატარეს საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ძალადობასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა და ბავშვებთან როგორ უნდა იქცეოდნენ მშობლები და ასე შემდეგ. და ერთი პატარა ახალ მოზარდობაში ახლად შესული, მოკლედ ერთ-ერთი მივიდა ცალკე და კითხა მართლწესრიგის ოფიცრებს საკმაოდ ისეთი შეკითხვა, რომ რაღაცა ესე როცა აკეთებენო ეს ძალადობაო, თავის ერთ-ერთი მშობლის მხრიდან იკითხა და ამას უკვე მერე ნელ-ნელა საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ მართლწესრიგის ოფიცრებიც ძალიან კარგად იყვნენ აღჭურვილი ინფორმაციით და ბავშვს სწორი შეკითხვები დაუსვეს და საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მერე, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად გაუსაძლის პირობებში საკუთარ ოჯახშივე. ეს აჩენს ძალიან კარგად მე მგონი, რატო არის ფსიქოგანათლება და ინფორმაციის ფლობა უაღრესად მნიშვნელოვანი და მე ამ საქმეში უკვე სააგენტო, სოციალური სამსახურები და ყველანი იყვნენ ჩართულები, რომ ბავშვისთვის მაქსიმალურად მიგვეხედა და დავხმარებოდით რითიც შეგვეძლო. და ეხლა რა შეგვიძლია ჩვენ, რომ მშობლებსაც მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ აი ზრუნვის სააგენტოს ხო აქვს ეს ოჯახის გაძლიერების პროგრამები, სადაც მშობლებსაც ასწავლიან, რომ ესე მოქცევა ძალადობას ნიშნავს, ეს უგულებელყოფა და ეს აღარ უნდა გააკეთო, უხეშად რომ თქვათ, ხო? ნია, ვინაიდან და რადგანაც მე თვითონ სოციალური მუშაკი ვიყავი, მივცემ ჩემთავს ამის უფლებას, რომ ამ თემასაც შევეხო, ხო? და მე თვითონ მიწევდა ამ სერვისების მიწოდება ბენეფიციარებისთვის. საქართველოში არასაკმარისად, მაგრამ მაინც არსებობს სერვისები, რომელიც რაღაცნაირად პრევენციულად შეიძლება გამოყენებული იქნას ძალადობისთვის. თუმცა ინფორმირების დეფიციტი ნამდვილად არის. მაგალითად, როდესაც პედაგოგი ამბობს, რომ აი ძალადობაა და მე რა გავაკეთო. ანუ სულ ეს არის, არსებობს რეფერირების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა იცოდეს ყველა ესე სახელმწიფო უწყებამ, სტრუქტურამ, ექიმები იქნება ეს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები იქნება, საჯარო სკოლა იქნება თუ ასე შემდეგ, რა უნდა გაკეთონ მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ამოვიცნოთ ძალადობა, არამედ შემდგომ რა ეტაპებია. თქვათ დავრეკე, ხო? ანუ ის რაც ბუნდოვანია, ხო, ყველაზე მეტად საშიშია, ხო? არ ვიცი, აი რო დავრეკო და უარესი რომ მოხდეს, ანუ ბავშვთა სახლში წაიყვანენ მერე? აი ბავშვთა სახლში როგორ გავიმეტო, იქნება ის თავის მოძალადე მამა ჯობდეს ბავშვთა სახლს, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ამ სერვისების აქტუალიზება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ანუ რა არის ეს ბავშვთა სახლი? დავიწყოთ იქედან, რომ ბავშვთა სახლები საბედნიეროდ აღარ გვაქვს და გვაქვს ალტერნატიული სრულის დაწესებულებები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ასევე სახელმწიფოს აქვს ესეთი სერვისი, როგორც არის გადაუდებელი თავშესაფარი, სადაც გარკვეული დროით რჩება ბავშვი იმისთვის, რომ განისაზღვროს რა ტიპის მომსახურება მიეწოდეს მას. ეს იქნება მინდობითი აღზრდის პროგრამა, ეს იქნება მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ეს იქნება ნათესავთან განთავსება, ნათესაური მინდობითი აღზრდის პროგრამა, ან იქნება თავშესაფარში გადადის მისი მშობელი და ბავშვიც მასთან ერთად გადადის, ხო? აი ეს გადაუდებელი სივრცე, სადაც ბავშვი გადადის და რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სივრცეები არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ხო, რომ მას ყავს, ვთქვათ, იქ ტრენინგის გავლილი, ეს კომპეტენციებით აღჭურვილი აღმზრდელი, ვთქვათ, ექიმი, სოციალური მუშაკი ყავს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგი და ასე შემდეგ, ხო? ანუ გასაგებია, რომ ეს შეიძლება არ იყოს იდეალური, ვთქვათ, ხო, მაგრამ ზოგჯერ ვდგებით ცუდსა და უარეს შორის არჩევანის წინაშე და ნამდვილად ჯობია ძალადობას ყველა ის დაწესებულება და ის სივრცე, რომელიც ბავშვს მინიმუმ უსაფრთხო სივრცეს შეუქმნის, ხო? ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ამ სერვისების გაცნობა და ინფორმირება ყველა იმ ადამიანის, არა ერთჯერადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ გარდა იმისა, რომ კომპეტენციების ნაწილია გასაძლიერებელი, სისტემატიურობაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ანუ წელიწადში ერთხელ კვირეული რაღაცა ძალადობის პრევენციის არ არის საკმარისი. როდესაც ესეთი მაღალი მაჩვენებელი გაქვს ქვეყანაში ძალადობის, ხო? და ის რომ სერვისები არასაკმარისია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სერვისები არ გაგვაჩნია.
ხო? გასაგებია, რომ უფრო მეტი ინტენსივობით უნდა იყოს თუნდაც ოჯახის გაძლიერების სისტემა. თავშესაფრები გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე იქნებოდა უკეთესი, მაგრამ თავშესაფრები ხომ გვაქვს, ხო? ანუ გულისხმობ, რომ ისე არ არის, რომ თქვათ დღეს ყოველი მესამე ქალი უნდა ეგუებოდეს სალადობას, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ის რომ 1-2 შემთხვევა გაგვიგია, რომ იქ ძალიან ცუდად არის რაღაცა, ყოველთვის არის რაღა, იქ სადაც ცოცხალია პროცესი და იქ სადაც განვითარების ეტაპზეა პროცესი, რაღაცა წარუმატებელი кейსები ყოველთვის არსებობს, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ცუდად არის იმ გარემოში. გასაგებია, რომ ბევრი რამეა დასაგეგმი და მოსაწესრიგებელი და უკეთესი იქნებოდა თუ მათ შორის ინტენსიურად გადამზადება მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელების, მათ შორის ამ კადრის სისტემატიურობა, ხო? აი ძალიან არა სწორია, როდესაც კადრი დიდი ინტენსივობით იცვლება, ხო? ძალიან ბევრი რამეა იქ, რაც შეიძლება უკეთესი იყოს, თუმცა აი ამ ესე ვთქვათ, საჯარო სექტორს უფრო მეტი ინფორმაცია რომ გააჩნდეს რა სერვისები არსებობს საქართველოში, რომელიც ნამდვილად მხარდამჭერია მსხვერპლის და ბავშვების და მშობლების, ხო, ეს იქნებოდა რა თქმა უნდა უფრო ჯანსაღი და რა თქმა უნდა უკეთესი, ხო? იგივე ბავშვი, როდესაც ვეუბნები, რომ აი რა გინდა ახლა შენ რომ ბავშვთა სახლში აღმოჩნდე? ხო, ეს რატო არის ესეთი სტიგმატიზირებული ეს ბავშვთა სახლი? ჯერ ერთი კიდევ ერთხელ ბავშვთა სახლი არ არის ინდივიდუალური მიდგომის მეთოდია იმ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც თითოეული ბავშვის ძლიერი მხარების და საჭიროებების ანალიზი ხდება, სოციალური მუშაკი არის სისტემატიურად ჩართული მათი ზრუნვის პროგრამაში და მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან, რომ რაღაცნაირად ბავშვმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. თუმცა რა თქმა უნდა გამეხარდებოდა მშობლის გაძლიერებაც, რომ იგივე ინტენსივობით იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერი ბავშვთა ზრუნვის სერვისი მშობელს ცალკე არ უნდა განიხილავდეს, ხვდებით? ანუ მე კი გავიყვანე ეს ბავშვი და ამ სერვისში მოვათავსე, მაგრამ ამის პარალელურად მშობელი უნდა გაძლიერდეს. იმიტომ არის ეს დროებითი მინდობითი აღზრდა, დროებითი მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ასე შემდეგ სერვისები, რომ აი ამ დროებითში მშობელი გაძლიერდეს, მაგრამ აი ეს მშობელიც რომ პარალელურად უნდა გაძლიერდეს, ამისთვის არ გვაქვს საკმარისი რესურსი. ბევრად უფრო რესურსულია ჩვენი დღევანდელი სერვისები ბავშვის გაძლიერების მიმართულებით, ვიდრე მშობლის გაძლიერების მიმართულებით. მიზანი კი ეს არის, რომ დროებით იმიტომ ყავს, რომ მე ისევ მშობელმა თავისთან წაიყვანოს და მოახერხოს ხო ამ ბავშვის სოციალიზაცია და სრულად უსაფრთხო სივრცის შექმნა, მაგრამ ამის პარალელურად იგივე ინტენსივობით არ ხდება მშობლის გაძლიერება. რაც არის პრინციპში ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ყველა სტანდარტით აბსოლუტურად, რომ თუ მცირედი შანსი მაინც არსებობს, რომ ბავშვი იყოს ბიოლოგიურ ოჯახში თავის მშობლებთან, ყველა ეს უმცირესი შანსიც უნდა გამოვიყენოთ, რომ ბავშვმა შეძლოს თავის ბუნებრივ გარემოში განვითარება და არა მათგან იზოლირებულად და დისტანცირებულად. თუ ეს მცირედითაც კი არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი, ძალიან ხშირად სოციალურ მუშაკებზეც გამიგია მსგავსი ტიპის არა ჯანსაღი გამოცდილების გაზიარება, როდესაც ვიღაცა აზრებს, რომ იმას ბავშვი წაართვეს. თუ კი ვინმეს არ აქვს მსგავსი ტიპის დაკვეთა საკუთარ პროფესიაში და საკუთარ თავთან სოციალურ სამსახურს, რომ რაღაცა ხელოვნურად არანაირად არ ჯდება მის ინტერესში, არც პიროვნულ, არც პროფესიულ ინტერესში, რომ ბიოლოგიურიდან გამოიყვანოს ბავშვი და გაასხვისოს და სხვაგან სერვისში შეიყვანოს, ხო? მაგრამ თუ კი ხედავთ, რომ ბავშვი არის და მისი უფლებები ირღვევა, ცხადია უკვე აქაც იცვლებული ხდება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას მრავალი სხვა ნაბიჯის შემდეგ. ნამდვილად. და ბოლოს ესეც განვსაზღვროთ რა ფორმით ხდება მიწოდება ინფორმაციის, აი ფსიქოგანათლების მიზნით ინფორმაციას როგორ ვატვირთით? ეს ხდება ჯგუფებში, ამას აქვს ტრენინგის, ლექციის სახე თუ როგორ? აზროვნების აკადემიაზე ვიტყვი, ბოლო რა გამოცდილებებიც დაგროვდა. იცით თქვენ რომ ჩვენ გვაქვს საკვირაო სკოლები, გარდა დასრულებისთვის კურსებისა, რომელიც არის განსხვავებული ფსიქოგანათლების მიმართულებით, მათ შორის მშობელთა გაძლიერების კურსიც არის. საკვირაო სკოლის ფარგლებში ნამდვილად ხდება მშობელთა გაძლიერება, ოღონდ ეს არ არის საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულად ფსიქოლოგები ხდებიან სალექციო ტიპის შეხვედრები არის ეს მშობლებთან და აქ მშობელთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული,
განსხვავებით მშობელთა კლუბისგან. თქვათ მშობელთა კლუბი, რომელიც არის უფრო დახურული, ამ ტიპის შეხვედრებზე არის წინასწარ განსაზღვრული თემები, ოღონდ როგორც დასაწყისში აღნიშნე, შეიძლება ეს თემები იყოს მოქნილი და მორგებული მშობელთა საჭიროებებს. ასაკობრივი შეზღუდვაც არის, თუ თქვათ სკოლამდელი ასაკის მშობლებს სხვა კითხვები აქვს და სხვა საჭიროებები, ცხადია, პუბერტატის ასაკის მშობლებს აბსოლუტურად სხვა მოლოდინები და სხვა დაკვეთა აქვთ, ხო, ამ კლუბთან დაკავშირებით. და ფორმატი არის განსხვავებული, აუცილებლად უნდა აღნიშნო, ეს არის სატრენინგო ტიპის შეხვედრა და მე თვითონაც რამოდენიმე ესეთი არა იმედგაცრუებული შეხვედრიდან მოვსულ ვარ, როდესაც თქვათ არის შეხვედრა, სადაც არის აღწერაში ტრენინგი. გასაგებია, რომ ტრენინგი ძალიან კარგად ჟღერს, თუმცა ერთი რაც ესეთი მანიშნებელია, ლექციაზე აუდიტორია არის მსმენელი და ტრენინგზე აუდიტორია არის მონაწილე. ანუ მსმენელი არის პასიური მოსმენა და რა თქმა უნდა, მე გვაქვს კითხვების დასმის შესაძლებლობაც და დისკუსიაში შესვლაც. თუმცა სალექციო შეხვედრა მაინც არის პასიური და აღქმაც უფრო მეტად სუბიექტური ვიდრე სატრენინგო ტიპის შეხვედრაზე. სატრენინგო ტიპის შეხვედრა მე მინდა რომ იმ ადამიანებს, ვისაც დაკვეთა აქვთ საკუთარ თავთან, რომ უფრო მეტად უნარების დონეზე გაძლიერდნენ, იმიტომ რომ ერთი არის რომ შეიძლება ცოდნა მაქვს, გავიგე რომ ბავშვზე ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც არ გამომდის ეს, ხო? აი ცოდნასა და უნარს შორის არის მაინც დიდი სხვაობა და ტრენინგს აქვს საკუთარ, ესე ვთქვათ, დაკვეთა, მოკლედ ესეთი რომ უნდა გავაძლიერო უნარებში, ხო? უნარებში გაძლიერება არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას. ეს არის როლური სავარჯიშოები, ეს არის სიტუაციური ამოცანები, ეს არის დამოკიდებულების ცვლილება იმ დონეზე, რომ მე მივიღო გადაწყვეტილება, რომ ეს აღარ მომწონს, რასაც ვაკეთებ და ეხლა მაქსიმალურად უნდა მოვახდინო საკუთარი რესურსების მობილიზება უსაფრთხო გარემოში, აუცილებელია ეს, რომ ვიცოდეთ, რომ მე გადავდგა შემდეგი ნაბიჯი რაღაცნაირად მონაწილე გავხდე იმ პროცესის, არა უბრალოდ პასიურად და რაღაცნაირად სხვისი შემთხვევა მოვისმინო და გადავიქნიო თავი, რომ ესე არ შეიძლება. არამედ მონაწილე გავხდე იმ შემთხვევის, ხო? და აი როდესაც მონაწილე ვხდები და საკუთარ თავზე გავდივარ ამ ამბავს, ეს უკვე თანამონაწილეობას გულისხმობს და უნარების დონეზე ხდება გაძლიერება. ამიტომ ტრენინგი ყოველთვის არის უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩემთვის ესეა. ზოგადად ტრენერობა, ესე მგონია, რომ რაღაცნაირად შვილი პროფესია ფსიქოლოგიის და ვისურვებდი, რომ როდესაც დაკვეთა არის ტრენინგის, ნამდვილად ტრენინგი იყოს, ჩატარდეს ტრენინგი, რომელიც ორიენტირებულია უნარების, ცოდნის და დამოკიდებულების ცვლილებაზე და არა უბრალოდ ცოდნის გაზიარებაზე. გასაგებია. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო დიალოგისთვის. წარმატებები თქვენს პოდკასტსაც აუცილებლად დროებით.